საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა კომპანია გილეადის ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკვე გადაწყვეტილია პროგრამაში ჩართული პაციენტების რაოდენობის გაზრდა. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკულ მხარესთან ერთად იწყებს სპეციალური ღონისძიების გატარებას, რომელიც პაციენტთა მკურნალობის შემდეგ დაავადების პრევენციასთან და ახალი შემთხვევების თავიდან აცილებასთან იქნება დაკავშირებული. ვაშინგტონში ყოფნის დროს დავით სერგეენკო შეხვედრა ჰქონდა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც. დეპარტამენტის დელეგაცია თბილისში სავარაუდოდ ზაფხულში ჩამოვა. დღევანდელი შეხვედრა იქნება რამოდენიმე მიზნის მატარებელი. ერთი გარკვეული შეჯამება აქამდე შესრულებული, ასე ვთქვათ, პროექტის და სამუშაოების წინასწარი კონსულტაციებით უაღრესად დადებითად არის შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გაგრძელების დაგეგმარება, იმ მცირე ხარვეზების გამოსწორების გზების საშუალება და ფორმალურად ალბათ მე ვფიქრობ, რომ უკვე საბოლოო ფორმით მივიღებთ იმ მემორანდუმს, რომელიც ხელი მოეწერება ამ პროექტის გაგრძელებაზე. ეს პროექტი შარშან დავიწყე და ვაპირებთ მის განვითარება სკრინინგების, ჯანდაცვის, შესაძლებლობების განათლებისა და ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. გვინდა რომ საქართველო გახდეს სამაგალითო ქვეყანა სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს დაავადება. პერიოდულად მართავთ შეხვედრებს როგორც პარტნიორები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვის მიზნით. ასევე ვილაპარაკეთ ვაშინგტონში და განვიხილეთ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ჩვენი ამბიციური მიზნის C ჰეპატიტის დამარცხების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველომ აიღოს საკუთარ თავზე ვალდებულება ამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადების აღმოსაფრთხებლად. ამ პროექტს პრეცედენტი არ აქვს.